წარმოგიდგენთ სტუმრებს, ბატონი ვახტანგ წერეთელი, იბერია სტარის პრეზიდენტი, დიმიტრი ბოკერია, იმ ტურნირის, რომელზეც მე უკვე დავანონსე თბილისის ტურნირის დირექტორი გახლავთ და მამუკა კვარაცხელია UEFA-ს მედია ოფიცერი. ძალიან კარგი, მოდი გადავიდეთ იმ თემაზე, რაზეც უკვე ვისაუბრე, UEFA-ს ფუტზალის თასი. ასე ქვია ოფიციალურად, მაგრამ მოდი მარტივად ავხსნით, ეს არის ჩემპიონთა ლიგა. და ამ ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს თბილისი კერძო სპორტის სასახლე 25-28 აპრილს. ასეთი 26-28 უბრალოდ ხო? 26-ში ნახევარფინალები, 28-ში მესამე ადგილი და ფინალი და ასეთი მასშტაბის შეჯიბრი საქართველოში არ ჩატარებულა. არ ჩატარებულა. ტურნირის დირექტორი ხარ, დიმა და საკმაოდ სერიოზული მისია გაგისრია. ნამდვილად ხო, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში საფეხბურთო კუთხით მსგავსი მნიშვნელობის ტურნირი არასდროს არ მიგვიღია. ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რეპეტიცია, ასე ვთქვათ, სუპერთასისთვის, მაგრამ ამავე დროს არანაკლებ მნიშვნელოვანი ტურნირია. მოგეხსენებათ, რომ 4 საუკეთესო გუნდი ევროპის მიიღებს ამ ტურნირში მონაწილეობას და სიამაყით და სიხარულით კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება თბილისური გუნდი იბერია სტარი. ორგანიზაციული კუთხით ვემზადებით, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს, ესე ვთქვათ, თანამშრომლობა UEFA-სთან, იმიტომ რომ ზოგადად ეს ითვლება, რომ UEFA-ს ორგანიზებით ჩატარებული ტურნირი, მაგრამ რომელსაც ეხმარება, ასე ვთქვათ, ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი. ძალიან ბევრი მოთხოვნაა, როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე უსაფრთხოების და სხვადასხვა საკითხებში. რთულია, მაგრამ მე მგონი, უნდა ღირსეულად შევძლოთ ამ ტურნირის მასპინძლობა. როგორც არ უნდა უმასპინძლოთ ამაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ, თავარი არის კლუბის გამოსვლა, რაც არ უნდა იყოს. როგორ ემზადება გუნდი? მივესალმები ჩვენ მაყურებელს. გუნდი ემზადებით მაქსიმალურად, პატარ-პატარა პრობლემები გაგვაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მალე დაალაგდება, ცოტა არასტაბილური ამინდი იყო გუნდში, მაგრამ რაღაც რადიკალურ ცვლილებებს ვაპირებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისთვის მაქსიმალურად მზად ვარ ჩემპიონთა ლიგისთვის და ნახევარი ნაბიჯი რჩება ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თასი დარჩეს ჩვენ ქვეყანაში. რადიკალური ცვლილებები ახსენეთ და ცოტა დრო ხომ არ არის იმისათვის, რომ რადიკალური ცვლილებების პერიოდი დადგეს. ცოტა დრო ნამდვილად არის, უბრალოდ ამის გარეშე მე ვფიქრობ, რომ წარმატებას მე ვერ მივახცევთ. ცოტა დრო დარჩა, მაგრამ რადიკალური ცვლილებები საჭიროა. მე ვფიქრობ, ეს რადიკალური ცვლილებები შემადგენლობას ეხება თუ დიახ, შემადგენლობას ეხება და მე ვფიქრობ, რომ ეს რადიკალური ცვლილებები დაადგება გუნდს. რადგან ამაზე ვსაუბრობთ, ისევ ლეგიონერების ჩამოყვანაზეა ვინმე წავიდა თუ რა ხდება უბრალოდ საინტერესო. ჩვენ ბოლოს ელიტ რაუნდის შემდეგ კონტრაქტები დაუმთავრდათ ფეხბურთელებს, ზოგთან გავაგრძელეთ, ზოგან არ გავაგრძელეთ. ჩამოვიდნენ ეგრეთ წოდებულ პრასმოტზე, ხო? ფეხბურთელები, ზოგი რჩება, ზოგი არ რჩება, მაგრამ ეხლა ყოველ შემთხვევაში შერჩევაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის ვიქნებით მაქსიმალურად. საინტერესოა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გუნდი აქამდე მივიდა, ეს იყო თქვენი ოცნებაც, არაერთხელ აღნიშნავთ, წინა წელსაც, სადღაც 1-2 წლის განმავლობაში აქ ამ სტუდიაში 13 წლის ოცნება. გინდოდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გეთამაშა და ამისაც ალბათ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით შეკრებაზე მოსკოვში, 10 დღიან შეკრებაზე ვიყავით, ვითამაშეთ ამხანაგური თამაშები, გამოჩნდა ბევრი პლუსები, ბევრი მინუსები, ამას დავხვეწავ ჩვენ ახლა და ალბათ რამოდენიმე თამაში ამხანაგური კიდე გვექნება ლიგამდე და არაფერი დიდი ისეთი საგანგაშო არ არის, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგისთვის ვიქნებით მაქსიმალურად მზად. მამუკა, არაერთ ტურნირზე ყოფილიყარ ხა ევროპის ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა, დიდ ფეხბურთს გულისხმობდა. მოთხოვნები არის საკმაოდ მკაცრი და ესეც UEFA-ს ეგიდით არის ჩატარებული და ყველამ ძალიან კარგად იცის ახლა სხვა სპორტიც ნუ მიწყენს და თუნდაც სხვა საფეხბურთო ორგანიზაციები UEFA-ს ცოტა რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნებია ყოველთვის. მართალი ზანდებით, პირველ რიგში ესახება ტელევიზიას, რადგან სწორედ თქვენი არხი არის ის არხი, რომლის მეშვეობითაც იმედი მაქვს, ქართველი გულშემატკივარი იბერია სტარის თამაშებს და საერთოდ ამ ტურნირის თამაშებს იხილავს. ჩამოსული იყვნენ წარმომადგენლები. ბატონ დიმასთან ერთად მე ოფიციალურად ამ ტურნირის მედია ოფიცერი ვარ. ფაქტობრივად ბატონ დიმიტრის მარჯვენა ხელი უნდა ვიყო ამ სფეროში და ჩვენ შევამოწმეთ ყველა კუთხე-კუნჭული სპორტის სასახლისა, რა თქმა უნდა, სპორტის სასახლე დიდებული ნაგებობაა, მაგრამ
მოითხოვს დახვეწას ზოგიერთი ნაწილი განსაკუთრებით ის ნაწილები რაც ეხება მედიას თქვენ წარმოგიდგენთ 10 კამერით გადაღება სპორტის სასახლეში იმედი მაქვს ჟურნალისტების დიდი ნაკადი მოგვაწყდება აი პრობლემა რა არის ისეთ ამ შემთხვევაში კარის უკან სპორტსკაში კამერა ვერ მონტაჟდება მათი მოთხოვნა კარის სწორედ აი მე და დიმიტრი სწორედ მაგ საკითხს სწორედ გებოდით და ისე უყურებით დიმიტრი ასრულებდა ტელე კამერის როლს ასრულებდა მე კი ბოლო წერტილის როლს და ესე აქ უბრალოდ ის ხომ არის ახლა ჩვეულებრივი ყველა მიცის ნახაზი არსებობს და კარის უკან უნდა იდგეს კამერა და იქ მაგაზეც ნაფიქრია 2 მეტრია მე მგონი მეტი არ არის საერთოდ 3 მეტრი მგონი იპოვა რაღაც გამოსავალი ვიპოვეთ კარგი გამოსავალი ვიპოვეთ და მინიმუმამდე დავიყენეთ ახლა იდეალური არც ერთი დარბაზი არ არის დამერწმუნეთ ახლა ბოლო წლები ძალიან ხშირად ვარ ფუტზალში მათ შორის ყაზახეთშიც კაირატი ჩამოდის ახლა და დამერწმუნეთ იდეალური არც ერთი დარბაზი არ არის და თითქმის იდეალურს მივახლოვეთ ჩვენი სპორტის სასახლე ასე რომ ჩვენს ხელებზეა დამოკიდებული როგორ ვიმუშავებთ და როგორ წარმოაჩენს საქართველოს სახეს. რადგან ეს არის ქართული ფეხბურთის სახის წარმოჩენა მთელი ევროპისადმი და მთელი მსოფლიოსადმი და მე ძალიან მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ვახოწერეთს იმიტომ რომ ესეთი კაცები აკეთებენ ისტორიას. ახლა რომ არა მისი თავდადება და ვერ აგიხსენებთ ახლა როგორც ჟინი მე ესე ვიტყვი რომ ყველაფერი აი წარმოედგინეთ რამთხელა ფული იდება ხო იგივე ბარსელონაში კაირატში და დინამო მოსკოვში და სხვა ბენფიკაში ბენფიკა დაამარცხა საერთოდ წარმოედგინეთ ახლა და ამ პატარა ქართველი ბიჭის არ ვიცი ახლა რა ქვია ამას რა უნდა დაარქვა გმირობით რა მე ესე მიმაჩნია შრომი და გმირობთ. აი მაინც გმირობას დავარქვენ, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაც გვაჩუქა ჩვენ ფეხბურთის ფედერაციას საქართველოსაც და ქართულ თქვენ გახსოვთ ჩვენ პატარაობაში რამხელა პოპულარული იყო მინი ფეხბურთი, ხო? და წარმოიდგინეთ რამხელა საქმე გაკეთა. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და იმედი მაქვს რომ ხალხი მოვა, მთავარია ხალხი გაიფსოს. ჩვენ ყველა მაგაზეც ვფიქრობთ, თქვათ, როგორ თუ არის UEFA-ს თუ აქვს ბილეთების რაღაცა ფასებთან მიმართებაში რაღაც. ვაწარმოეთ მოლაპარაკებას, რომ მაქსიმალურად უკვე გადაწყვეტილია შემიძლია გითხრათ. კი, ბილეთის ფასები იქნება დაახლოებით ესეთი ლარი, 5 ლარი და 10 ლარი. ხო, ადგილებიდან გამომდინარე. შეიძლება ყველაზე დაბალი იყოს 2 ლარი, ეს ანუ ლარსა და 2 ლარს შორის არის რაღაცა. ისე მაგრამ ძირითადად ამაზე ძვირი ბილეთი არ იქნება. გვინდა მაქსიმალურად სავსე იყოს, ასე ვთქვათ, დარბაზი, იმიტომ რომ ჭირდება იბერია სტარს. ხარდაჭერა აუცილებლად. ხარდაჭერა და უნდა მართლა იგრძნოს სტუმარმა გუნდებმა, რომ საქართველოში არიან და ჩვენ კედლებში თამაშობენ, ასე ვთქვათ. ამიტომ ეს გავითვალისწინეთ ჩვენ ერთად შევთანხმდით UEFA-სთანაც ეს შევათანხმეთ და პრობლემა არ არის. ანუ ფასები ზოგადად ესეთი იქნება. ხო, ნუ მისაღები აბსოლუტურად ქართული სინამდვილისთვის დღეს. ხო, 10 ლარიანი არის ძალიან ცოტა რა, ანუ რა გესმის ალბათ რომელი წარმოსადგენი ალბათ რომელი ადგილები იქნება 10 ლარიანი და უსაფრთხოებაზე ამახვილებს ყველგან სადაც კი რაც არ უნდა ჩატარდეს UEFA ამახვილებს უსაფრთხოებაზე ყურადღება. პლატინი განსაკუთრებით, იმიტომ რომ 85 წელი თვითონ თავის კისერზე გადატანილი და მას მერე რაც პრეზიდენტი გახდა ძალიან და მაგ ხრივაც სერიოზული მუშაობები მიდის და არ ამგონია რამე. კი. გაგვეპაროს და გრძელი სია არის უსაფრთხოების მოთხოვნების, რომელსაც ნელ-ნელა მივყვებით. ძირითადი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, უკვე ასე ვთქვათ, შესრულებულია, ასე ვთქვათ, სისტემა შედგენილია, როგორ უნდა მოხდეს ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დაზღვევა. იმიტომ რომ როდესაც UEFA რომელიღაც ქვეყანაში ატარებს ტურნირს ის ითხოვს აბსოლუტურად რომ მთელი ეს ტურნირი მისი მაყურებლები იყოს დაზღვეული. ხო, მისი მაყურებლები, ყველა მონაწილე ვინც კი რამე კავშირში არის ამ ტურნირთან, იყოს დაზღვეული და ესეც ასე ვთქვათ შესრულებულია. მოკლედ ძირითადად ეხა მე 27-ში, 28-ში აი ეს არის ძალიან საინტერესო 27-ის ალბათ წილისყრა, რადგანაც აქაც როგორც UEFA-ს ყველა ტურნირზე ხა იქ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება თვითონ ევროპის ჩემპიონატი, ყავს თავისი ელჩი, ტურნირის ელჩი, როგორც ეძახიან და ყველა მიცის ოფიციალურ ვებგვერდზე იყო შოთა და არჩილ აროლა. ჩვენაკაც ორიგინალურებად 2 ელჩი ყავს. ხო, აქ ძალიან ერთნაირი.
ერთნაირი. შეიძლება სტუმრებმა ვერ გაარჩიონ. და რედისონ ბლუივერის ჩატარდება წილის ხა აქ მე მგონი არ იგეგმება ხო რაღაცა ძალიან პომპეზური ეს არ აქვს. არა, მსგავსი რაღაცა. ხო, ძირითადად ჩვეულებრივად შრალი ასე ვთქვათ ღონისძიება არის. იქნება წარმოდგენილი თასი, რომელიც 27-დან უკვე თბილისში დარჩება ტურნირამდე, იმედია მე მას მერეც. იქნება კლუბების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები. ხო, მანამდე 26-ში მოხდება ასე ვთქვათ შეხვედრა, სამუშაო შეხვედრა 4-ვე კლუბი, UEFA და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი, აგრეთვე დავათვალიერებთ ყველა იმ ნაგებობასა თუ ადგილს, ხო, სასუმროები იქნება თუ ინფრასტრუქტურა, ეს ყველა ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა კიდე ერთ უსაფრთხოებასთან ერთად ძალიან აეროპორტი აეროპორტი არის ეს ყველაფერი, იმდენზე რომ პრობლემა არ იქნება. კი, 4 გუნდის ასე ვთქვათ მიღების და განთავსების შესაძლებლობა გვაქვს. აქაც ორიგინალურები ვართ, სპორტის სასახლიდან ორ ნაბიჯი გვაქვს შვენიერი ეს სასტუმრო კაია, მაშინ. და წარმოიდგინეთ Holiday Inn და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს აუცილებლად ყველა ჩართული მხარის, როგორც ეს იქნება სპორტის სასახლე, Holiday Inn თუ Radisson-ი, ვინც არიან ჩვენი პარტნიორები ამ კუთხით, არიან აბსოლუტურად მოტივირებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარონ, მაქსიმალურად შეღავათიან. არის ყოველას ინტერესია ბუნებრივია სრულიად ქვეყნის ალბათ რომ ასეთი რამ ტარდება. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ჩვენს იგივე დინამოზე ვლაპარაკობთ, ეგან ბატონი რომაინს ამდა, ყველა ჩვენგანი წოცნება დინამო რომ გავიდეს ევროთასებზე და აი ეს ჩვენი ტურნირის პატარა რეპეტიცია იქნება იმ სამომავლოდ. ვალანტიორებია ძალიან საინტერესო თემა, ეს საჭიროა, რადგანაც ნებისმიერ ქვეყანაში ის მოხალისეები, რომლებიც გარეთ იმუშავებენ თუ შიგნით უშუალო დარბაზში, აუცილებელია და ამ ხრივ გამოცხადებული იყო კონკურსი და რა ხდება. კი, ახლა ამ ეტაპზე გამოცხადებული არის მხოლოდ მედიის კუთხით, ასე ვთქვათ, 3 ვაკანსია არის მედიაში მოხალისეებზე, მამუკა და ჩვენი პრეზიდენტი ოთარ გიორგაძე კურირებენ ამ საკითხს. სხვათა შორის ინტერესი დიდია, ასევე ჯერ არ შეწყვეტილა განაცხადების მიღება და ვისაც აქვს ასე ვთქვათ ინტერესი შეუძლია შევიდნენ გამოცდაც არის ხა ახალგაზრდების კი, თან მით უმეტეს ჩართული ხარ ესეთ რაღაცა ღონისძიებაში, ხო, ხარ უშუალოდ ორგანიზატორი. ძალიან საინტერესოა, მე მგონი გაქვს უშუალოდ შეხება ისეთ გუნდებთან, როგორც არის ბარსელონა, ისეთ პიროვნებებთან, როგორც არის პლატინი და ასე შემდეგ. ამიტომ მე მგონი ინტერესი ნამდვილად დიდია და ჯერ კიდევ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს შევიდნენ ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე და იხილონ ის პირობები თუ რაც უნდა დააკმაყოფილონ მათ იმისთვის, რომ ვახო, მეტოქეებზე მინდა კითხო, ჩვენ საუბრობთ ჩვენ გუნდზე და ჩვენ გუნდში რა ხდება. არის ბარსელონა, მოსკოვის დინამო, ქაირათი. 3 გუნდი, ქაირათზე წერია ძალიან საინტერესოდ UEFA-ს ვებგვერდზე მუდმივი ფინალისტი. აი ესეთი ის აქვს, დინამო მოსკოვი თავის დროზე ფინალისტი, ბარსელონა მოქმედი გამარჯვებული ხარ. წარდგენა, ვისაც ფუტზალი უყვარს, ნაკლებად ჭირდება, მაგრამ დღეს რა მდგომარეობაში არიან, ალბათ ყველაზე კარგად შენიც. დღეს რა მდგომარეობაში არიან, მე ვფიქრობ აი მდგომარეობას ახლა ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ მე მინდა გითხრა რომ ვერც ეს ვერ გამოვაჩერდი, ვერც ბარსელონას, ვერც დინამოს, ვერც კაირას, ვერც იბერიას. მე ვფიქრობ 4 ეს პრეტენზია გააჩნია ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ხა ვინ ამ მდგომარეობაშია? ყველას ახლა ჩემპიონატები აქვს თავის ქვეყნის, რო უყურებ, როგორ თამაშობენ, ყველა მოტივირებულია, ყველა მზადყოფნაში არის და მე ვფიქრობ ძალიან სერიოზული თამაშები იქნება. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ოთხთაფინალი იქნება, რაც ჩატარებულა სიძლიერით, ჩემი აზრით და თვითონ რაც შეეხება ტურნირს, აი მე ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს, თვითონ ტურნირიც ჩემი აზრით ისე ჩატარდება, რომ ესეთი ტურნირი ჩემი აზრით აი ბარსელონაში არ ჩატარებულა, იმიტომ რომ მე ვიცი ბარსელონაში როგორც ჩატარდა შარშან და ვიცი და ხვდები როგორც ჩატარდება წელს თბილისში და აი დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ბარსელონაში ჩატარებულა ან მოსკოვის დინამო მოსკოვში ან მე დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი იქნება სანახაობრივადაც, თამაშებითაც. მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან კარგია ეს, როგორც ყველა აღნიშნა, ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს ის რომ ჩატარდეს. ეხლა შემდეგ კვირაში უკვე ევროპის ჩემპიონატია ჭიდაობაში სპორტის სახლში და ამ ხრივ სპორტის სასახლე უკვე მზადა ერთი დიდი ტურნირი იქნება. ჩვენ მივდივართ დასაკვირვებლად, თქვათ იმ მომენტების სანახავად, რაც მოუნიშნებს. მეც იქვიქნები ის ერთი კვირა, ყვარიდან დაწყებული რომ თუ რამეში გამოგადექით არ არის პრობლემა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ის ინტერესი, რომელიც მუდმივად ითხოვს ქართველ გულშემატკივრებს თბილისში ჩატარდეს.
დიდი ღონისძიებები და ეს არის ხა UEFA-ს ეს არის დასაწყისი. UEFA-ს ეგიდით ჩატარებული ტურნირები ყველაზე დიდი არის ჯერ ხა დიდ ფეხბურთში რაც არის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და შემდეგ მოდის ეს. კი ბატონო. აქედან გამომდინარე ეს არ არის უბრალოდ ეხა შეიძლება ბევრისთვის ეხა ფუტზალზე ვერ აღიქვას ეს ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია. კი, UEFA 14 სახის ტურნირს ატარებს და ერთ-ერთი სახის ტურნირია და ყველაზე მაღალი კალიბრის, ასე რომ დასწრება უბრალოდ ეხა მაყურებელზე მინდა კიდევ ერთხელ რაღაც ხაზი გაუსვა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ არის აი თქვენთან თუ არის კონსულტაციები იმასთან რომ რაღაც ორგანიზებული გულშემატკივრები აუცილებელია, რადგანაც აი ეს რაღაცა მხარდაჭერა უნდა იყოს და უნდა იგრძნოს როგორც დიმამ თქვა, მოსკოვის დინამო იქნება თუ ბარსელონა რომ ეს არ ტარდება, სხვა სადღაც ეს თბილისში ტარდება. მე ვფიქრობ გაივსება თელი დარბაზი, იმიტომ რომ ბენფიკასთან, უპარენსესთან, უნგრეთთან ბევრი ხალხი მოვიდა, მაგრამ მე ვფიქრობ ბენფიკას თამაში იყო თან რაღაც. აქაც არის ჟურნალისტები და მე ვფიქრობ რომ გაივსება დარბაზი, ხალხის იმედიც მაქვს და დარწმუნებული ვარ გაივსება. აი იქნება ახალგაზრდობა თუ მოვა დიდი რაოდენობის სტუდენტები. ესეც გვაქვს ან რეალურად ეს ლარიანი რო ვთქვი, ეს იაფფასიანი ბილეთები ზუსტად მაგისთვის არის განკუთვნილი. ძალიან დიდი ნაწილი არის, ასე ვთქვათ, დარბაზის იაფიანი ბილეთი მაგისთვის, რომ ვაპირებთ რომ ასევე ვითანამშრომლოთ სტუდენტურ კავშირებთან, იგივე ისეთ გულშემატკივართა კლუბებთან, როგორც არის ჯვაროსნები და ასე შემდეგ, ვისაც მათ ინტერესიც იქნება რა თქმა უნდა, რომ ისინი მოვიდნენ ორგანიზაციად. ეხლა მე მგონი ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ერთად. ამ შემთხვევაში ეს არის უკან და იბერიას ტარის გვერდით. ვიყოთ მათი არ ვიცი, ხა ამ შემთხვევაში მე-12 არ გამოდის, შემთხვევაში გამოდის მე-5 მოთამაშე, მე-6 მოთამაშე და უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად. მე მგონი უნდა მოვიდეს ხალხი, არ ვიცი. არა, ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ხალხი მოვა, დარბაზი გაივსება და ის პრობლემებიც მოგვარდება, რაც ვახომ თქვა, მე ნამდვილად არ მეგონა თუ დღეს შენ პრობლემაზე იტყოდი რამეს, იმიტომ რომ მეგონა რომ გუნდი უკვე გადასულია იმ რეჟიმში, რომ მე მოემზადოს უშუალო თამაშებისაც, მაგრამ უარესიც ყოფილა და გადაგვიტანა. ყველაფერი კარგად იქნება, მინდა გითხრა. ძალიან კაი, ძალიან დიდი მადლობა. ერთს დავამატებ თუ შეიძლება აკრედიტაციაზე, ბატონ ოთარ გირგაძესთან ფედერაციის პრესატაჟთან ერთად მუშაობთ აკრედიტაციის სისტემაზე. ალბათ ორშაბათიდან უკვე ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ ვებგვერდზე გაიხსნება საგანგებო ნიშა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ნებისმიერ ქართველ ჟურნალისტს, ნებისმიერ უცხოელ ჟურნალისტს ჩვენ ამას UEFA-ს ოფიციალურად ვაცნობებთ. და ორშაბათიდან უკვე შეიძლება აკრედიტაციის მიღება, მათ შორის ხაზი მინდა გაუსვა, თუ ექნება პირველ არხს ჩვენების უფლება ვერც ერთი სხვა თქვენიცით წესები, რომ ვერც ერთი სხვა ტელევიზია ვერ გადაიღებს უშუალოდ მატჩს, ხოლო რაც შეეხება პრესკონფერენციას, ფეხბურთელებთან ამაზე არ არის ლაპარაკი, სპეციალურად ოთახის მომზადებული გვაქვს მაგისთვის, ფეხბურთელებთან შესახვედრი მონაკვეთის მონიშნული გვაქვს, შერეული ზონა ასე ვთქვათ და ყველა არავის არ დაწყვეტ გულს და ყველანაირად მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვეცდებით, რომ ჩვენი მედიის ყურადღება დავაკმაყოფილოთ და კიდე ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით ვიწვევთ და ორშაბათიდან ყურადღებით მიადენოთ თვალი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება სატელევიზიო რეპორტაჟს, აქ მოლაპარაკება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, იმიტომ რომ აქ რამდენიმე მხარე UEFA-ს აქვს ლიცენზია და უშუალოდ შემსრულებელი არის ევროსპორტი, რომელიც უბრალოდ მაყურებელს მინდა აუხსნა და უკავშირდა პირველ არხს და ეხლა უკვე მიდის აი ეს სამუშაო პროცესი და მეც ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს წესით და რიგით, იმედია ყველაფერი მარტივად მოგვარდება. შეუძლია დროც გითხრათ უკვე არა თამაშების. 18 საათი და 20 და 30. 18 საათზე და 9:30-ზე საღამოს იქნება. დროც ისეთია შერჩეული, რომ სკოლას დამთავრებულია, თქვა პირადად ეხა ეს ის დროა, როდესაც ამ შემთხვევაში მთავარია გუნდი გამოვიდეს წარმატებით და დროს არ აქვს მნიშვნელობა. ხო. არ მაყურებლების მოზიდის ხრივ. ადრე არ არის სამსახურში ვარო ხის ნახევარზე ორი დრო შერჩეული. არის ეგეც ესეც სამსახურებიც, მაგრამ ამას ვერ გავუწევ. პარასკევი კვირა, ყველაზე კაი დღეები ალბათ იმისა. გარდა ამისა, კიდე რატომაც უნდა მოვიდნენ, ერთ მოკლედ დავამატებ, იქ ბევრი სხვადასხვა სახალისო ეს ისინი როგორც ყველა UEFA-ს სადაძმები არველაძეები არიან ხო იცით ხო? გარეთაც იქნება სხვადასხვა თამაშები, თამაშდება ბილეთები. უშუალოდ შიგნითაც ასე ვთქვათ Adidas-ი არის თან ტექნიკური სპონსორი ამ იმისი და თვითონაც გეგმავს ბევრი სხვა ასე ვთქვათ შვენიერი შეჯიბრის ჩატარებას ასე რომ მობძანდით იმ ხიარულეთ და გულშემატკივრად ბერლინში ვაპირებთ ეგეთ შეჯიბრის ჩართვას და არ გამოუღია
ეს კაი დრო იყო. იქამდე ალბათ კიდევ შევხვდებით. არა, აუცილებლად, რა თქმა უნდა, მე პირადად და ალბათ ჩვენც მთლიანად მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ყველაფერში ჩვენი წვლილი შევიტანოთ საბოლოო გამარჯვებაში, რაც ყველას თავად. დიდი მადლობა სტუდიაში მომგზავრებისათვის. რეკლამის შემდეგ მე დავრუნდები და განვავთობ საუბარს.